წრემლით იხსენებს ერი მამას, ლოცვით აღავსებს ცას და მიწას, მაგრამ ნათელი არ განელდება, რომელიც ახლაც ამბობს სიტყვას. არ ვინანათებს სანთელს სოფელში და ჩრდილო უმრუმის გასამართლებლად. არამედ რწმენით უნდა ვიდოდეთ ამ მწუთი სოფლის გასანათებლად. არც საიდუმლო მოსაზრებულა იმგვარი ქვეყნად იმალებოდეს, არც ენა და არც კაცი ლაზარე, რომელიც მხოლოდ იმარხებოდეს, ვით არც სათქმელი სიტყვას მოუხმობს, ჩვენც აგურებით კედელს აღმართავთ. როს აიგება წმინდა ტაძარი, შიგსა სიცოცხლო ტრაპეზს გავმართავთ. ტაძარს აშინა შეკრებილები, უფალს საქებარ სიტყვით ვადიდებთ. ვინც თავმდაბლობის არა ისმინა, ერთ სადიდებლის სარებს გაიგებს. მამულთა შვილნო მოვიგონებდეთ, დაცემას მერეზე ახსლა მოსდევს. ისევე როგორც მეფე დავითი მამის გათელილს აგებდა ოდეს. საქართველოში დარდახდენილი დღეს ისტორიის ფურცლებს უფხია, ოდეს სამების ტაძარს პატრიარქს ღვთისმშობლის ხატი წრემლით უქია. შეგავედრებო დედავ სამშობლოს, არ ამიცერ მშვენიერების, ჩემი სიტყვები იქნეს მომტანი ქართველი ერის ბედნიერების. ეს საქართველო, ვაზის სამშობლო, სანახებია კვირაცხოვლისა, ამასვე შეგთხო. ობოლ მარგალიც ნუ მიაკარებს სევდას სოფლისა. შენ ახარ ქვეყნის წმინდა კორონა მაცოცხლებელი ერის სუნთქვისა. უფრო დარიხარ გამარჯვებული, სწრაფლდა მთხუნველი ძველი სუსხისა. დუღარებაში იდგა ილია, სულს უთუთ ქავდა ჯავრი ქვეყნისა.